მოკლედ ბოლოში ვიტყვი რასაც ხედავ მე და აი ამ ქვაში ოდნავ აი რამოდენიმე წამი უნდა გაუჩერო თვალი და ხედავ იდეალურად გამოსახულებაა და ვინც დააკვირდებით კარგად დაინახავთ ჩემნაირად ადამიანი რომელსაც უკავია წიგნი სავარაუდოდ სახარება გადაშლილი წიგნი აი ცოტა ახლო რაკურსაც გავაკეთებ ესე იქნება ჩემი ტელეფონი ადრე რომ მქონდა ის რომ მქონდეს ახლა საოცარ კადრს ამოვიღებდი საოცარ მაგრამ ესეც შეიძლება ალბექი მერე და როგორ არ იმასქენი რა ანუ ხო ნახე ეს ქოესი აღმოაჩინე და მეგონა რაღაც ფანქარივითაა გეგონება აი გვერდი გეგონება მოხაზულობა ეს თავისო ფანქრითაა აქ და რაღაც აი ზარ საყელოსაც ყელს ხედავ ხა ძირს ანუ წიგნი რო უდევს და 1000 რამეს ხედავ მეგონა რომ ფანქრით იყო და სპეციალურად წყალს შეუშვირე რა ხელით ესე მოსკენ მოკლედ რა გავრეცხე ისე ძლიერად და არა რაღაც რა ის ფანქარი და რა ის აი ყველა რაკურსით აი აქედან გეგონება უფრო ხა ესე გამოჩნდა ესეთი რაკურსით ესე გადავიღოთ ქვა სხვათა შორის ის არის რა ქვია ეს შესაძლოა ქვა და შესაძლოა გაქვავებული ანუ ხე თუ იცით ხო აი გაქვავებულ ხეს უფრო გავს გაქვავებული ხე ვულკანურად არის ხოლმე რა მგონი ლავაში რო გამოივლის ესე ხე ქვალდება რა აი როგორია თუ არ ვწდები ხო გაქვავებული ხეა მე უკანა მხარეს ესეთი რაღაცა ისა საინტერესო და ყველაზე ისეთი რაღაცა საოცარია ეს წინა მხარე აბა მოდი ესე გავაკეთოთ იქნება უფრო ისეც რამე იყოს არა არაფერი აი ესეა მოკლედ საოცარი რა რაღაც საოცრება რა აბა ცოტა შორიდანაც გავაკეთოთ ესე აი შორიდან აი წიგნი ქვევით წიგნი აქ გადაშლილი რაღაც საოცარი რაღაცა ესეთი ამთხოვა მე არ ვიცი აბა აქეთ როგორ ახლოს რომ მივიტანე კამერა ვერ ქაჩავს აბა ახლოს ესეთი რაკურსი